გინდათ აი ესეთი უთხელესი ფქვილის გარეშე, ცხიმის გარეშე, ყველით და კამით შესავებული ჩებურეკები გამოვაცხოთ ბლინებისგან. ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. აი ნახეთ როგორი თხელი არიხევა, აი პირშინება, საოცრება, ხალხო, საოცრება. ნახეთ როგორ დავაწყო. სასტაული. მართლა სასტაულია რა. მოგესალმებით ჩემო საყვარელო გამოწერებო, ეხლა მე და სანდრომ უნდა გავაკეთოთ ვინაიდან სწორკვებაზე ვართ, ვინც სწორკვებაზე ხართ. ცხიმის და ფქვილის გარეშე, საფუარის გარეშე უნდა გავაკეთოთ დიეტური ჩებურეკები. აი უნაზესი ბლიმის ცომი უნდა მოვამზადოთ და მე წამში უკვე და ყველი გვაქვს დაბლენდერებული, დაჩოფერებული როგორც არის. ეხა სანდრო კამას უკეთებს და როგორ შევბრაწავ ვინც სწორკვებაზე ხართ ჩებურეკებს, ოღონდ ყველის ჩებურეკებს უყურეთ ვიდეოს. ეხლა რას ვაკეთებთ? ეხლა ორ კვერცხს ჩავტეხავ და მარილთან ერთად ოდნავ ავთქვებ. ძალიან მარტივი მოსამზადებელია, არიხევა ეს ბლინი, ცალკეც ვამზადებ, ხოლმე რეცეპტები მიდევს მე. აი ეს მწიკრი მარილი და კარგად უნდა ავთქვათ, აი ძალიან კარგად ესე ვთქვათ. ესე ავთქვებ პირდაპირ ჩანგლით, არაფერი ამას არ უნდა, არც ბლენდერი უნდა, უბრალოდ კარგად უნდა აითქვითოს, რომ ცილა ცალკე არ მიდიოდეს და გული, კვერცხის გული ცალკე ესე კარგად უნდა ავთქვითო. ნახე. ცოტაც ამას ეხა დავუმატებ რძეს. აი 250 მილიგრამი რძე უნდა დავუმატოთ. ეხა ჩვენ ვინაიდან ორნი ვართ, ძალიან ბევრს არ ვამზადოთ. თქვენ პორცია გაზარდეთ. ხო, მიხეილი არ მიერთმევს ეს რაღაცებს, მოიცით აი ეს დავუმატებ ნელ-ნელა, გავთქვებ, დავუმატებ ნელ-ნელა, გავთქვებ. აი უკვე როგორი კონსისტენცია, ანუ ამით გამოდის ბლინები, აი საოცარი, აი ესე. მეტი არ გვინდა, ესე კიდე ცოტას დავუმატებ. ვიღაცა არის კარგზე. აი ესე. და დავუმატებ ახლა ორ სუფრისკოვს 1 2 ზეთი. სულ ბოლოს დავუმატებ, ნახეთ, სიმინდის სახამებელს. თქვენ რაც გაქვთ, ისეთი სახამებელი დავუმატეთ. სადღაც აი 1-2 კოვზი მეტი არც უნდა. და როგორ გამოვაცხობ ჩებურეკებს, როგორ ავაწყობ, ამასაც გაჩვენებთ. ამასობაში სანდრო ნახეთ როგორი შიგთავსი გამიკეთა ყველი და კამა მეტი ამას არაფერი არ უნდა, ყველი არის იმერული და გასინჯე მარილიანი ხო არ არის სანდრო? აი ბევრი რომ ეკითხებით ხოლმე ყველს სატყიდულობ, ყველს ვყიდულობ ნავთლუხის ბაზარში პირდაპირ გაჩერებასთან, ნათელა ნოზაძესთან. ჯერ იმიტომ მიყვარს რომ ნოზაძეა და მე ამ ქალთან წლები დავდივარ ნათელასთან და არასდროს არ 20 წელია რა ნათელასთან დავდივარ და ძალიან მიყვარს ეს ქალი, არ მატყუებს. აი სამწუხაროდ აი პირველად აი უბრალოდ რა არის იცი ახლა არ დავასახელებ სად ვიყიდე და 1-2 ვიყიდეთ ყველი და ყველი რო დალპეს აი ყველი რო დაობდეს ესე მალე ესეთი რამე მე არ მინახავს და ამიტომ ისევ ჩემ ნათელას დაუბრუნდი და ყველი ხო იცით ისეთი თემაა და ნათელასთან ვიყიდი აწი ისევ ყველს. პირდაპირ ნავთლუღის ქვედა ნავთლუღში არა ეს არის უკვე მეტრო და რო ამოდიხართ და პირდაპირ ყველი და ხორცი რო იყიდება რომ მიადგებით, აი იქ არის ნათელა და ვისაც გინდათ მიდით ხათოს გამომწერები ვართო და ისე ნათელას ყველი არ უჩერდება, რეკლამა არ ჭირდება. წამში მე რომ მივდივარ ხოლმე არა აქვს. ხათო ადრე მოდი. წარმოიდგინეთ და ისეთი ყველი აქვს და იმის ყველია. ნათელა მოგესალმები აქედან მიყვარხარ ძალიან და აი მორჩა მზად არის უკვე ყველაფერი დავიწყებ გამოცხობას და როგორ ჩებურეკს როგორ ავაწყობთ იმასაც გაჩვენებთ. ეხლა უკვე ძალიან მარტივია, ყველაფერი ცხიმი მოუსვი, მზად მაქვს ნახეთ როგორი კონსისტენცია, გავხსნე, კარგად უნდა გახსნათ, აი. სულ რაღაც 2 სუფრისკოვზი აქვს, აი შეხედეთ როგორი კონსისტენცია. აქ მაქვს ყველი მომზადებული და ეხლა ზედვე გამოვაცხობ ჩებურეკს. ეხლა უკვე ძალიან მარტივია. დავასხავ და გაჩვენებ ყველს როგორ ვაყრებ. აი ჩებურეკის ბლინები, აი გაგიშდებით ისეთია. ხვალ სამსახურში წავიღებ. აი 4-5 ცალი რო ჭამოთ არ გასუქდებით. აი ესე ხო დაიბრაცა, ეხლა დავაყრი ყველს.
ნახევარ მხარეს ვაყრი ყველს და ეხა ესევე. ნახეთ, აი ისეთი ნაზია. ეხა ცოტა გამეხა, მაგრამ დანჩენი აი ესე ხელით დააწვევი. დანჩენი არ გამეხება, ეს ძალიან ნაზია, ძალიან ნაზია. აი ესეთი გამოდის მოკლედ რა, ესეთი აი ნახეთ როგორი ჩებურეკი გამოდის. ყაველით, კამით, უგემრიელესია. აი როგორია სანდრო თქვი რა. არაჟანი უნდა ცოტა. ხო და ხო არის დონის დონე? კი. პირში დნება? სასწაული. აი ხაჭაპურს აღარ გამოვაცხო ფიცო და სასწაულია. აი ნახე მეორე. ეს ნახეთ როგორ მელოდება. ძალიან გემრიელია. ეხლა უნდა დავბრაწო რა. ოდნა უნდა დავბრაწო და ეგ არის. ანუ ხომ მიხვდით, ეხლა ხომ მოიბრაწება, ამაზევე კი არ ვაყრი, ვატრიალებ და მერე ვაყრი, მერე კიდე დავკეცავ და ორივე მხრიდან ვბრაწავ. თუ არ არის ისე დაბრაწული, შეგიძლიათ სრიალებს ტაფაზე ისეთი მასა, აი არიხევა, სასწაულია. და ესეც საბოლოო ვარიანტი სულ 13 ცალი ამ ვაჟბატონმა გადასანსლა. რა 13 ცალი გადასანსლე? არა, 5 ცალი ხო გადასანსლე. არა, სულ 13 ცალი გადასანსლე. და ნახეთ უკვე გამზადებული, ვისაც გინდათ აი ესეთი ჩებურეკები ყველით და პიტნით. ძალიან თხელია და 5 ცალი ეხა აი ნახეთ, აი უთხელესია, ნახეთ როგორია, აი ხელში ვერ დაიჭერ, უნაზესია, პირში დნება, უყურეთ ბოლომდე ვიდეოს.